ბიზნეს სამყაროს პროფესიონალები ჟურნალისტის როლში. საინტერესო თემებით და სტუმრებით მხოლოდ კომერსანტზე. ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 16 საათსა და 10 წუთზე. გადაცემა პროფესიონალები კომერსანტზე. FM 95.5. მოგესალმებით. კომერსანტის პირდაპირ ეთერშია პროფესიონალები. მე მისი წამყვანი ირაკლი მაკალათია ვარ. დღევანდელი გადაცემის თემა გახლავთ აქციზის გადასახადის გავლენა საავტომობილო ბიზნესზე. ჩვენ წინა გადაცემაში ვსაუბრობდით ზოგადად აქციზზე და უფრო კონკრეტულად თამბაქოს ნაწარმზე ფასების დასთან დაკავშირებით. ჩვენ მაშინ დავაანონსეთ, რომ ეს გადაცემა გვექნებოდა, რომელიც არის საკმაოდ აქტუალური დღესდღეობით საქართველოში. დღევანდელ თემაზე მოვიწვიეთ სტუმრები, ბატონები ირაკლი მურცხვალაძე, TSO-ს რექტორის მრჩეველი და ბატონი ვახტანგ ჭარაია, TSO ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ეკონომიკის დოქტორი. მოგესალმებით ბატონებო და მადლობას მოგახსენებთ მოგზანებისთვის. ჩვენ თემასაც შეეხება საქართველოს ავტობიზნესის განვითარება გაზაფხულიდან შესაძლოა საგრძნობლად შეიცვალოს, რადგან გაზაფხულიდან მოგეხსენებათ იგეგმება ძველი მანქანების გაძვირება, მათზე აქციზის გადასახადის ზრდის გამო, ხოლო შედარებით ახალი მანქანების განბაჟება გაიაფდება და მათზე შეღავათენი პირობები ამოქმედება, ასევე იგეგმება საჭის გადატანის აკრძალვა მოცემულ მანქანებზე. დღევანდელი რეალობა საქართველოში ასეთია. საგზაო მოძრაობაში კვლავაც დიდი რაოდენობით არის ჩართული მოძველებული და წყობრიდან გამოსული ავტომანქანები, რაც ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევათა გამომწვევი ძირითადი მიზეზი ხდება და არა სხვა მიზეზები. და ასევე უნდა აღინიშნოს, ისინი ამავე დროს ქმნიან ეკოლოგიურ საფრთხესაც. პირველი კითხვა, რაც მინდა დაგისვათ, ეს არის თუ რამდენად ხელს შეუწყობს საქართველოს ავტოპარკის განახლებას მოცემული ღონისძიება. ბატონი ირაკლი, თქვენი დავიწყოთ და შემდეგ ბატონო ვახტანგ. საკმაოდ რთული სათქმელია თუ რამდენად შეუწყობს ხელს, იმიტომ რომ ჩვენ აქ კონკრეტულად ვსაუბრობთ რამდენიმე თემაზე ერთდროულად. ერთი არის ის, რომ მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით, მეორე კი აქციზის გაძვირებასთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებული განბაჟება რასტამოშკას ბრჭყალებში, ესე ვთქვათ, რომ ეძახიან და ეს სხვადასხვა თემებია. რაც შეეხება მარჯვენა საჭიან ავტომობილებს, კონკრეტული სტატისტიკა და კვლევა ამასთან დაკავშირებული, თუ რამდენად დიდი ზეგავლენა გააჩნია მარჯვენა საჭიან ავტომობილებს, და ავარიების გამოწვევაზე, ავარიული მდგომარეობის შექმნაზე, საქართველოში ჩვენ არ გაგვაჩნია ასეთი კვლევა, ამიტომ ცოტა რთული განსაზრდელი არის. არ იქნებოდა ურიგო, რომ ვინმეს ამოეწია ეს სტატისტიკური მონაცემები და ეს განხილვის თემა ყოფილიყო, მე ვიცი, რომ ამაზე ბევრი საუბარი ისედაც მიმდინარეობს. და ამ თვალსაზრისით რთული სათქმელია. ხოლო რაც შეეხება მეორეს მხრივ უკვე აქციზის გაძვირებას, აქ ორმაგი ეფექტია, ჯერ ეს ერთი მოდით დავაკონკრეტოთ და ვთქვათ, რომ აქ არა მარტო გაძვირება იქნება აქციზის, არამედ გაიაფებაც იქნება. ანუ ახალ ავტომობილებზე აქციზი მცირდება. ნუ ეს რას ნიშნავს, რომ ვთქვათ, სულ ახალ ავტომობილებზე უცვლელი იქნება აქციზი, ანუ ერთ კუბზე ლარნახევარი იყო აქამდე და ისევ ლარნახევარი რჩება. მე შეგნებულად ამოვწიე ეს რიცხვები, რომ მაყურებლისთვის მე თქვა თან ძალიან ბევრი ადამიანი ახლა საკუთარ ავტომობილში ისმენს ამ გადაცემას და მათთვისაც საინტერესო იქნებოდა, ხოლო მათთვის განსაკუთრებით აქტუალური თემაა დღეს. რა თქმა უნდა. ხოლო ერთი წლის ზემოთ უკვე ლარნახევარი თუ იყო აქამდე, გახდება 1 ლარი, 2 წლიანი მანქანებისთვის ლარი და 40 თეთრი თუ იყო კუბი, ახლა 70 თეთრი იქნება. 3 წლისთვის 50 თეთრი იქნება, ანუ ლარი 10-დან შემცირდება 50 თეთრამდე და ეს შემცირება მიდის 6 წლის მანქანების ჩათვლით. ანუ 6 წლიანი მანქანა 20 თეთრით გაიაფდება განბაჟება მისი, ანუ აქციზის გადასახადი და თუ 70 თეთრი იყო, გახდება 50 თეთრი. ხოლო პირიქით უკვე 7 წლის და ზემოთ წლოვანების ავტომობილების განბაჟება გაძვირდება, აქციზი იზრდება და დინამიკა ესეთია, რომ თქვა თუ 7 წლის მანქანისთვის 70 თეთრი იყო აქამდე 50 თეთრი იყო აქამდე განბაჟება, ახლა 70 თეთრი იქნება. 8 წლისთვის უკვე 90 თეთრი და 9 წლის უკვე ლარი იქნება ნაცვლად 50 თეთრის და ეს მიდის ზემოთ 14 წლიანი მანქანის
განვაჟება უკვე გახდება 2 ლარი კუბზე, ანუ ეს რას ნიშნავს, რომ თუ აქამდე 70 თეთრი იყო, ლარი და 30 თეთრი ძვირდება. საკმაოდ დიდი განსხვავება არის, ხო, 14 წელზე უფრო ძველი, ეს კუბზე უკვე 2.5 ლარი გახდება, ანუ ლარი და 70-ით გაძვირდება. საკმაოდ დიდი განსხვავება არის, ხო? ხო, მიზანი რა არის ამისი, რომ როგორც ჩვენ ვიცით, გაცხადებული მიზანი ის არის, რომ ავტოპარკი განვაახლოთ საქართველოში, ხო? რამდენად პირდაპირ ეფექტს მოახდენს ეს ჩვენი ავტოპარკის განახლებაზე ცოტა რთული სათქმელია, იმიტომ რომ ელემენტარულად ბევრ საქართველოში უბრალოდ ფინანსური შესაძლებლობა ხელს არ უწყობს, რომ ახალი ავტომობილები იყიდოს. ალბათ უფრო იმაზე იმოქმედებს, რომ ძველი ავტომობილები ნაკლებად შემოვა და ჯამში ფასიც გაიზრდება, რაზეც ალბათ ვისაუბრებთ შემდგომში და აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. არ ვიცი, ახლა განვიხილოთ თუ მომდევნო თუ ზოგადად რას უნდა ეფუძნებოდეს ავტოპარკის შერჩევა. ეს თანხაზე უნდა იყოს დამოკიდებული თუ მანქანის ტექნიკურ მონაცემებზე. კი ბატონო, მაგ საკითხსაც შევეხებით მომდევნო ბლოკში. ბატონო ვახტანგ, თქვენც ანალოგიურ შეკითხვაზე ძირითადი მიზანი ამ ღონისძიების სახელდება მთავრობის მხრიდან ის რომ უნდა განახდეს ავტოპარკი. რამდენად ხელს შეუწყობს ეს და რამდენად იმოქმედებს კიდევ ფასებზე აღნიშნულ ავტომანქანებზე. მადლობა შეკითხვისთვის, ბატონო ირაკლი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენს და ჩვენს რადიო მსმენელებს. რაც შეეხება შეკითხვას, ჩემი აზრით ეს ნაბიჯი ასეთ ვისი საჭირო არის ერთი მხრივ, იმიტომ რომ ქვეყანაში უკვე ძალიან მომრავლ და ძველი საკმაოდ ასაკოვანი ავტომობილები, რომლებიც როგორც საავარიო მდგომარეობის მხრივ აფუჭებენ მდგომარეობას ქალაქში, აგრეთვე ეკოლოგიური თვალსაზრისითაც და ზოგადად მანქანების სიმრავლეც შეიმჩნევა სწორედ აი ამ დაბალფასიანი და ძველი ავტომობილების ხარჯზე, რაც მთლიანობაში პრობლემას ქმნის მთელი ქალაქის მასშტაბით და საცობები, როგორც ყველამ ვიცით, უმეტეს მძღოლებმა ქალაქში ძალიან მომრავლდა და საჭიროა როგორღაც ამასთან ბრძოლა. ამიტომ მთავრობის მხრიდან არა მხოლოდ ავტოპარკის განახლება, არამედ ჩემი აზრით ქალაქ თბილისის მერიის მხრიდან ყოველ შემთხვევაში საცობების პრობლემის მოგვარება ძალიან აქტუალურია და სწორედ ამ ჭრილშიც ხორციელდება ეს პროექტი და არა მხოლოდ ეს, არამედ თუნდაც იგივე ახალი ავტობუსების შემოყვანის საკითხიც, რომელიც აგრეთვე მანაც უნდა უზრუნველყოს ქალაქში საცობების შემსუბუქება, იმიტომ რომ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გადაინაცვლოს შედარებით ძველი ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ეს ყველაფერი სასიკეთოდ უნდა ისახოს ქალაქს როგორც ესეთი. რაც შეეხება უფრო ეკონომიკურ ნაწილს, ეს რა თქმა უნდა შემოსავლების ერთ-ერთი წყარო გახლავთ მთავრობისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის უფრო კონკრეტულად. გამომდინარე იქიდან, რაც უკვე ჩემმა კოლეგამ ჩამოთვალა, რომ იზრდება, ზოგიერთ შემთხვევაში მცირდება კიდევაც აქციზის გადასახადი, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩემი აზრით ხელს შეუწყობს უფრო მეტი შემოსავლის გენერირებას სახელმწიფო ბიუჯეტში და აგრეთვე როგორც უკვე წინათ აღნიშნე, სასიკეთო იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ავტომობილების რაოდენობა სავარაუდოდ დიდი ალბათობით შემცირდება. აქ საუბარი იმაზე, რომ შემოვა ძვირადღირებული ახალი ავტომობილების საუბარი ნაკლებად არის, უფრო არის საუბარი ეკონომიკ კლასის სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული, თუნდაც იგივე ჩინეთში წარმოებული, შესაძლოა რუსეთშიც, თურქეთშიც, ევროპის უამრავ ქვეყანაში არის შედარებით დაბალბიუჯეტიანი ავტომობილები, რომელიც თქვენ შეგიძლიათ დაახლოებით $10,000 შეიძინოთ და სავსებით სრულიად ახალი ავტომობილები. ასეთი ტიპის ავტომობილების უფრო მომრავლება, ესე ვთქვათ, მომრავლდება ქალაქში და ქვეყანაში ზოგადად და ამის ხარჯზე შემცირდება იმ შედარებით ძველი, თუნდაც იგივე 5, 7 და 10 წლის ავტომობილების რაოდენობა ქვეყანაში, რომელის ასაკი 9 და უფრო მეტ წელს შეადგენდა. ამიტომ ამასთან მეკითხოთ ბატონო ვახტანგ, მოძველებული ავტომანქანების გამოხშივით ამ ავტოპარკიდან ეს შეუწყობს ხელს ჯერ ესეთი განტვირთვას ავტომანქანების ავტოპარკის და მეორე უნდა გავითვალისწინოთ ასევე მომხმარებლები, რომლებიც ამ ავტომანქანებით სარგებლობენ. რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ და ის უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საქართველოში საკმაოდ რთული სოციალური პირობები გვაქვს და თუნდაც იმიაფასიანი ავტომობილი შეიძლება უამრავი ადამიანი თუნდაც იგივე ტაქსისტად მუშაობდეს და ასე შემოქონდეს ოჯახში შემოსავალი და ეს რა თქმა უნდა მათთვის საკმაოდ მძიმე დარტყმა იქნება, თუმცა მეორე მხრივ საზოგადოების მეორე ნაწილის მოთხოვნებიც არის გასათვალისწინებელი, რომელიც თუნდაც იგივე მოითხოვს, რომ უფრო უსაფრთხო იყოს მგზავრობა ქალაქის მასშტაბით, უფრო ნაკლები იყოს საცობი
უსაფრთხოებები და უფრო მოწესრიგებული იყო ზოგადად ეს დარგი. დღეისათვის ჩვენ ვიცით, რომ არც ერთი ავტომობილი ტექ დათვალიერებასაც კი არ დადის, ანუ პოტენციურად მანქანების უმრავლესობა არის საავარიო მდგომარეობაში, იმიტომ რომ არავინ არ ამოწევს ფაქტობრივად მათ და ეს საბურავს ეხება, ძრავს ეხება თუ რასაც არ უნდა ეხებოდეს, ვისაც როგორ გაუხარდება და რა შესაძლებლობითაც აქვს მიხედოს თავის მანქანას, იმ დოზით აქვს თავისი მანქანა მოწესრიგებული და ყველაფერი აი მისი მოწესრიგება ნამდვილად საჭიროა. კარგით, მადლობა ბატონო ვახტანგო, ჩვენ რეკლამაზე გავდივართ და მომდევნო ბლოკში კვლავ დავბრუნდებით ეთერში. პროფესიონალები კომერსანტზე ირაკლი მაკალათიესთან ერთად. ჩვენ კვლავ ბრუნდებით ეთერში, ბატონო ირაკლი, აქციზის გადასახად ის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ, უფრო დეტალურად და ამასთან აქციზიდან მიღებულ გადასახადში რა წილი უჭირავს ავტომანქანებზე აქციზის გადასახადიდან მიღებულ შემოსავალს უფრო კონკრეტულად და რამდენად მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ეს. მე აუცილებლად ვისაუბრებ ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა მინდა ბატონი ვახტანგის მიერ წამოწეული თემა გავაგრძელო, რომ უბრალოდ ლოგიკურად ერთი ნაწილი დავასრულოთ. მართალია ის, რომ ამ გადასახადების ცვლილებით ახალი ავტომობილების შეძენა უფრო სარფიანი იქნება ვიდრე ნახმარი ავტომობილების, თუმცა აქ სხვა საკითხიც დგება, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ახალი ავტომობილები არის სხვადასხვა ფასის, ზუსტად იგივე, რაც ბატონმა ვახტანგმა აღნიშნა, რომ არის ძვირიანების და იაფიანებიც. აქ უკვე სხვა ფასეულობებზე მიდის და სხვა რაღაცებზე მიდის საუბარი. რა გირჩევნია შენ? 2 წლის Tata Motorsის გამოშვებული ავტომობილი გყავდეს, ეს ინდური ფირმა არის, რომელიც $4,000-ად უშვებს სრულიად ახალ ავტომობილებს. ანუ მისი როგორც ვიცი, საქართველოს ბაზარზეც აპირებს დამკვირვებლებს. კი, და მის ტექნიკურ მაჩვენებლებზე ახლა ნამდვილად ვერ შევადარებთ ისეთ ავტომობილებს, როგორც Mercedes-ია და BMW, მაგრამ თვითონაც არ აქვს ახლა პრეტენზია რომ შეედარონ. თუ ხარისხი გვადარდებს, ახლა აქ უკვე სხვა მომენტი არის. მარტო ფასით არ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი. ამაზე იყო მსჯელობა საზოგადოებაში და მე ვეთანხმები საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც მიიჩნევს, რომ გარდა ფასისმიერი ბერკეტისა, ხარისხისმიერი ბერკეტიც უნდა არსებობდეს. მაგალითად, ევროპის მასშტაბით არსებობს ევროსტანდარტები, რომელსაც თუ ვერ აკმაყოფილებს ავტომობილის, უბრალოდ ვერ შედის პირობითად იტალიაში ან ესპანეთში ან პოლონეთში ბაზარზე. აი ესეთი მაჩვენებლები უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენთვის, თუ რამდენად გამართულია ტექნიკურად ის ავტომობილები, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას მიაჩნდეს, რომ 10 წლის მანქანა ცუდია და ეს პრობლემას ხვის, მაგრამ ახლა როგორ გითხრათ, ახლა 10 წლის კარგ მდგომარეობაში მყოფი Mercedes-ი შეიძლება არაფრითაც არ ჩამოვარდებოდეს პირობითად 3 წლის ლადას, რომელიც 3 წლის ხმარების შემდეგ საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში ვარდება და ეს მე მგონი არავისთვის საიდუმლო არ არის. და ისეთი ბერკეტების შექმნა, რომელიც უკვე ხარისხობრივად შეამოწმებს ავტომობილებს, იქ უსაფრთხოების მომენტი მოქალაქეების უფრო ამაღლდება. გარემოსდაცვითი საკითხებიც არის იქ გახსნილი. ყველას ახსოვს, რომ წლების მანძილზე ეგრეთ წოდებულ კატალიზატორებს მასიურად აძრობდნენ ავტომობილებიდან და აბარებდნენ მაგალითად, რომ რაღაც გარკვეული თანხა აეღოთ. ისიც გათვლილი იყო იმისთვის, რომ გარემოსდაბინძურება არ მოხდარიყო შესაბამის. ანუ ასეთი არაფასისმიერი საკითხებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის. თუ ჩვენ უზრუნავთ, რა თქმა უნდა, იმაზე, რომ იყოს თუ მართლა ისი გაკეთება გვინდა, ეს რაც იყო გაცხადებული. კი, ბატონო. გარდა ამისა კიდე ასევე ხაზი გაუსვათ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, ასევე გავაგრძელებდი ბატონ ვახტანგის მიერ დაწყებულ აზრს. ვთქვათ, შემცირდა ავტოპარკის მოცულობა იქიდან გამომდინარე, რომ იმპორტის რაოდენობა შემცირდება, ბუნებრივია, ხო, თუ ძველ მანქანებზე აქციზი გაზვირდება. რა უნდა ქნათ, რაღაცა ალტერნატივა ხო უნდა შევთავაზოთ. ანუ აქ რაზეა საუბარი, რომ აი ეს იგივე ახალი ავტობუსები იქნება, რა იქნება? საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმარისად მწყობრში გვაქვს ჩვენ. ვთავაზობთ მოსახლეობას რაიმე ალტერნატივას ისეთი ოდენობით და ისეთი მოცულობით, რომელიც დააბალანსებს იმპორტში მანქანების რაოდენობის კლებას. ეს ერთი საკითხი. მეორე, თუნდაც იგივე. ახლა ტაქსის მძღოლები საკმაოდ დიდ რაოდენობას წარმოადგენს უკვე, მაგალითად პირში ძალიან ბევრი ტაქსის მძღოლი არის და ამ ადამიანებს მართლა საკუთარი ოჯახის რჩენის ერთ-ერთი შესაძლებლობა ძალიან ბევრი მათგანისთვის ერთადერთი და მათ თუ ვთავაზობთ რაიმე ალტერნატივას, სადმე თუ იქნება შესაძლებლობა
ამ ძღოლების დასაქმების, რომ ამ ადამიანებმა თავისი შრომით რასაც აკეთებენ, ისევ შეძლონ ოჯახების შენარჩუნება. კაი, ვისაც აქვს მანქანა, კარგი აქვს, მაგრამ ვიღაც უკვე უფუჭდება და უნდა რომ შეიძინოს სხვა ავტომობილი და ფაქტის წინაშე დგება, რომ გაძვირებული არის ეს ავტომობილი და უჭირს უკვე მისი შეძენა. ასეთი საკითხიც უნდა იყოს დარეგულირებული. მე ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელიც იყო мотиваცია, თქვენც ახსენეთ ორივე, საცობების განტვირთვა. საცობების განტვირთვას მარტო მანქანების რაოდენობის შემცირება არ უშველის. რომ არის თბილისში წერტილოვანი ადგილები ისეთი, სადაც ძალიან მოუხერხებელი ინფრასტრუქტურა არის და იქ უფრო უპრიანი იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომ მე უკეთესი იყოს გადაადგილება. მარტივს გეტყვით, ახლა თქვენთან რომ მოვდიოდით, გამოვიარეთ ვაკე საბურთალოს მონაკვეთი. და ყველა მიცით თამარაშვილს კვეთავს უნივერსიტეტის ქუჩა და იქ ცოტა უფრო მაღლა არის საბურთალოს სასაფლაო და ზუსტად კუთხეში თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩის ყვავილები იყიდება, ასე ვთქვათ, რომ ხალხმა მოიკითხოს თავის გარდაცვლილები და მანდამაინც ეს ყვავილები არის ისე მიდგმული ზედ მოაჯირთან, რომ უბრალოდ მანქანასაც ვერ გადააყენებს სადმე ისეთ ადგილას, რომ მოძრაობა არ შეაფერხო. შედეგად რა ხდება, რომ ისედაც ძალიან ვიწრო გასასვლელში ერთი ზოლი პარალიზებულია, იმიტომ რომ ვიღაცა გადადის და უნდა ბუნებრივია და ვერ გამტყუნებ თავისი გარდაცვლილი ახლობლისა თუ ოჯახის წევრისთვის ყვავილები უნდა საფლავზე აიტანოს. ანუ აი ესეთი საკითხებიც რომ დარეგულირდეს, მე მგონი კიდევ უკეთესი იქნება მოძრაობის განტვირთვისთვის. იქ არის მაღაზიებიც, ასე ვთქვათ, ყვავილების. ფაქტობრივად ნახევრად დატვირთული, იმიტომ რომ ვიღა შევა უკან მაღაზიაში, სადღაც ვინ შეიწუხებს თავს, იმიტომ რომ ავტომობილი წესიერად გააჩეროს, ყველა იქ ვეყიდულობს. ანუ აი ესეთი საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა საუბარი სადმი მყავს მე რა მიმართულებით, რომ ასეთი დიდი საკითხები, როგორიც არის, ვთქვათ, მოძრაობის დარეგულირება და ამაში რა სხვადასხვა ბერკეტების გამოყენება, მათ შორის ფასისმიერი ბერკეტების და გადასახადების. არ უნდა იყოს ერთ სეგმენტიანი, ანუ ვთქვათ, არ უნდა შემოვიფარგლოთ აქციზის გადასახადის გაძვირებით ან ახალ მანქანებზე გაიაფებით. ეს საკითხი უნდა იყოს განხილული კომპლექსურად, ერთიან დიდ ჭრილში, სადაც იქნება გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების გაუმჯობესება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძლიერება, არსებული ადამიანები, ვინც არიან დასაქმებული კერძო სექტორში, თუნდაც ესე როგორც მძღოლები მათთვის რაღაც ალტერნატიული გზების შეთავაზებისთვის, დასაქმებისთვის და ყველაფერი ჯამში უკვე თვითონ საგაცხადო რეფორმასთან ერთად უკვე შეგვიქმნის რაღაცა დადებით წინსვლას. რა თქმა უნდა დაგეთანხმებით, რომ გარკვეულწილად დადებითი მხარე ამასაც გააჩნია, მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი. და ჩვენ შეგვიძლია გადავდგოთ ბევრი ნაბიჯი გაუმჯობესებისთვის. ეს რაც შეეხება, ვთქვათ, ზოგადად ამ საკითხს, რომ გეგმიურად ვთქვათ. მეორეს მხრივ კი კონკრეტულად რიცხვებზე რომ დავიდეთ, აქ საკმაოდ საინტერესო სურათი გვაქვს. ჯერ ესეთი მინდა უბრალოდ მაყურებელს უთხრა, რომ საქართველოს ექსპორტისა და იმპორტის ერთ-ერთ უდიდეს მუხლს შეადგენს მსუბუქი ავტომობილები. ანუ 2015 წლის მონაცემებს თუ დავეყრდობით, საქართველოში შემოვიდა დაახლოებით 460 მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილები, ეს არის იმპორტი და რაც არ უნდა საოცარი იყოს, ჩვენ ექსპორტიორი ქვეყანაც ვართ ავტომობილების. 180 მილიონი ლარის ავტომობილების ექსპორტი განახორციელა საქართველოს. ახლა ვიღაცას გაუჩნდება შეკითხვა, რა ექსპორტს ვახორციელებთ, ეს ქარხანა ჩვენთან არ არის მოქმედი, რომელიც ასეთი რაოდენობის და ღირებულების ავტომობილებს გაგზავნიდეს სადმე უცხოეთში. ანუ რეალურად ყველა ვიცით, რომ ეს არის უცხოეთში ნაყიდი ავტომობილები, შემდეგ როდესაც შემოვიდა ჩვენთან და გაყიდეს ასევე უცხოეთში, მეზობელ სახელმწიფოებში. აქ კიდე ერთი პრობლემა არის და გეტყვით რა, ორი კატეგორია არსებობს. არის რეექსპორტის კატეგორია, რომელიც უბრალოდ ტრანზიტს განახორციელებს საქართველოს ფარგლებში, ხოლო მეორე იმპორტ-ექსპორტის. აქ უკვე ადამიანები, ვინც ამით ცხოვრობენ და ამით ფულს შეულობენ, დგებიან რა დილემის წინაშე. საქართველოს კანონმდებლობით გარკვეული ვადა არსებობს იმისთვის, რომ მანქანა არ განაბაჟო. ამ ვადის ამოწურვამ და თუ შეძლო ამ ადამიანმა და გაყიდა ავტომობილი თქვათ უცხოელზე, ის უკვე გადის უბრალოდ როგორც რეექსპორტის პუნქტი. მაგრამ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ უკვე განბაჟება უწევს და შესაბამისი აქციზის გადასახადი უწევს ავტომობილის ცლოვანებისა და კუბატურიდან გამომდინარე. ძრავის კუბატურიდან გამომდინარე. ამიტომ ეს არის ასევე ბიზნესი, საკმაოდ დიდი ბიზნესი ბევრისთვის რა. მთავრობისთვის რა არის ახლა ეს? საგაცხადო თვალსაზრისით შევხედო.
აქციზის გადასახადის ერთ-ერთი წყარო არის. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ 2015 წელს დაგეგმილი იყო 900 მილიონი ლარის ოდენობით აქციზის შემოსავალი. თითქმის შესრულდა გეგმა, ახლა მთლიანად დაახლოებით ამ ფარგლებში იყო. და საკმაოდ დიდი წილი აქედან იყო მსუბუქი ავტომობილებიდან. თუმცა მოდით ესეც აღვნიშნოთ, რომ მომავალში ახლა ჩვენ თუ გვინდა ვთქვათ რა როგორ შეიძლება სიტუაცია ახლა დღეს 10 მარტი შედიოდა ან ლარი იმას თავრობას და ხვალ რა იქნება, აბა როგორ მოხდება. ამისი პროგნოზირება ძალიან რთულია, იმიტომ რომ პროგნოზირება ზოგადად ძალიან რთული საქმეა და საკმაოდ უმადურიც. იმიტომ რომ რაღაცას იწვალებ, გააკეთებ და მე შეიძლება არა ადეკვატური შეფასება მიიღო. რატომ ახლა გეტყვით, იმიტომ რომ კი ფასი იზრდება გარკვეულ კატეგორიების ავტომობილების განბაჟებაზე, მის აქციზზე. მაგრამ ეს ხომ ავტომატურად იმასაც ნიშნავს, რომ ამ ავტომობილების რაოდენობა შემცირდება, რომელიც შემოვა. თუ ვთქვათ აქამდე საშუალოდ თითო ავტომობილის განბაჟება პირობითად ვთქვათ 700 ლარი უჯდებოდა, ვთქვათ, ხო, იმპორტიორს. და აბაჟებდა 1000 მანქანას, ვიღაცა ერთი იმპორტიორი 700.000 ხო შეძლებდა. ახლა შეიძლება კი 1000 ლარი დაუჯდეს თითო მანქანის განბაჟება, მაგრამ 500 მანქანაზე მეტი ვერ გაყიდოს, მყიდველი ვერ მოძებნოს. მაშინ შეგემცირდება და 500.000 შემოსავალი გექნება მხოლოდ ამ იმპორტიორისგან. ანუ ეს მომენტი რამდენად იყო გათვალისწინებული, ესეც კიდე მეორე საკითხია. ანუ აქ ისევ და ისევ ვუბრუნდებით, რომ ჩემი პროგნოზია და ისევ აღნიშნავ, რომ არ მინდა რომ ვთქვათ ზუსტი რაღაცა ვთქვა, მაგრამ მე მგონი რომ დიდად სურათი არ შეიცვლება, იმიტომ რომ შარშანდელი მონაცემები მაგალითად უკვე გაიზომა თამბაქოსთან მიმართებაში. თამბაქოსთან მიმართებაში საპირისპირო სურათი მივიღეთ, შემცირდა ცოტათი სააქციზო შემოსავალი ბიუჯეტისთვის. ანუ რას ნიშნავს, რომ ის ეფექტი ვერ მიიღო სახელმწიფომ, რასაც მოელოდა ფინანსურად. მიმაჩნია, რომ აქაც სავარაუდოდ არამნიშვნელოვანი, მაგრამ ძალიან პატარა კლება იქნება. რატომ? იმიტომ რომ ახალი მანქანების შემძენები ძირითადად ვინ არიან? სახელმწიფო უწყებები, ან დიდი მსხვილი კორპორაციები და კომპანიები, რომლებიც დიდ პონს ვერ ქმნიან, ხო? ძირითადად ყიდულობდნენ ნახმარ მეორად ავტომობილებს, რომელზეც იზრდება ახლა გადასახადი და შესაბამისად რაოდენობაც სავარაუდოდ შემცირდება. ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდად ფინანსური სურათი არ შეიცვლება, თუმცა მგონია, რომ აქ ფასეულობის მომენტი უნდა იყოს, მთავრობას ალბათ ჩემის აზრით ესე მგონია, რომ ის უნდა რომ უფრო კარგი და ახალი ავტომობილები გქონდეთ მოქალაქეებს ქვეყანაში და არა ის რომ თქვათ ბიუჯეტი გაამდიდრონ, თქვათ ჩვენი გადასახადების და დაბეგვრის მეშვეობით. იმედი ეგრევა ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ. აი, თვაროთ ბატონო ვახტანგ. თქვენი მოსაზრებით აი დაგეგმილი ღონისძიებების შემდეგ როგორ შეიძლება ბიუჯეტში ველოდებით რომ და გაიზარდოს ბიუჯეტი და ასე შემდეგ ეს ღონისძიება, ეს რეგულაციები რამდენად გამოიწვევს ბიუჯეტის დას ან კლებას და მეორე საკითხიც უნდა შევხვდეთ ბიზნესმენებს ამ ბიზნესს დააზარალებს თუ არა მოცემული რეგულაციები ბიზნესს და თავად ამ ბიზნესმენები რომლებიც ამ საკითხებში არიან ჩართული როგორ იმოქმედებს მათ შემოსავლებს. გასაგებია, მადლობა ბატონ ირაკლი. ჩემი კოლეგის სტუმრის ამ შემთხვევაში მეორე ბატონ ირაკლის აზრსაც გავაგზავნებდი ორი სიტყვით. საკმაოდ სწორი აქცენტები დასვა, ნამდვილად რომელიც მნიშვნელოვანია რიგითი მოქალაქის და აგრეთვე როგორც სახელმწიფო чиновникისთვისაც თუნდაც. უბრალოდ აქ ერთ მომენტსაც დავამატებდი მეც რომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს უკვე უამრავი რეგულაციები აწვება, რომელიც მან უნდა განახორციელოს და ვადაც როგორც იცით არც თუ ისე დიდი გვაქვს საუბარია და იქ დაახლოებით 3-4 წლიან ვადაზე, თუმცა რაც არ უნდა ისე 3-4 წელი დიდ ხანგრძლივ დრო ჟღერდეს, ეს დრო ძალიან მალე გარბის, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებებთან გვაქვს შეხება. აქ კიდევ ერთი მომენტი ის გახლავთ, რომ ხარისხი და ფასი საქონლის
ხშირად არ ემთხოვა ერთმანეთს, ანუ იმ თვალსაზრისით, რომ ეხლა ჩვენ როდესაც გვაქვს საუბარი, რომ შესაძლოა უფრო ახალი მანქანები შედარებით იაფასიანი ახალი მანქანები შემოვიდეს ქვეყანაში, მეორე უარყოფით მომენტსაც ვაწყდებით, როდესაც მათი ხარისხი შესაძლოა არც თუ ისე დამაკმაყოფილებელი იყოს, შესაძლოა პირველ ეტაპზე მივიჩნიოთ, რომ ის კარგია, რახან ახალია, თუმცა ძალიან მალევე გაუვიდეს მას თავისი ექსპლუატაციის ვადა, მაშინ როდესაც იმ ევროპულ მანქანებს, ან თუნდაც ამერიკულ მანქანებს შედარებით მეტი გამძლეობა გააჩნია და თუნდაც იგივე 10 წლის მანქანა შესაძლოა უკეთესი იყოს ვიდრე ახლად შეძენილი 5 წლის რომელიმე შედარებით იაფასიანი მოდელი. მაგრამ კიდევ ერთი მომენტი რომ გასაგებია რომ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ეს მანქანები ჭირდება და იმიტომ ყავს და რისის შესაძლებლობაც გააჩნია ის მანქანა ყავს. თუმცა იგივე მაგალითად რო გადავიტანოთ დაუშვათ უფრო მარტივი რო იყოს ახმისთვის კვების მრეწველობაში პირობითად შესაძლოა დღეს ჩვენ ხედავთ რომ ყოველ მეორე ნაბიჯზე გარკვეული სახაჭაპურეები არსებობს სადაც ჩვენ არ ვიცით ფაქტობრივად როგორი ხარისხით და რა სტანდარტით ამზადებენ ამ ხაჭაპურებს უბრალოდ ბრმად მიდის მყიდველი და ყიდულობს ამ ხაჭაპურს და პირობითად ვთქვათ რომ ეს ფასი არის 2 ლარი ერთ ხაჭაპურზე თუმცა არ ვიცით მისი ხარისხი. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში თუნდაც აი ესეთი ობიექტების რეგულაცია მოხდება, შესაბამისი შემოწმებები უნდა განხორციელდეს ასეთ ობიექტებში და დაუშვათ პირობითად რომ ვთქვა ძალიან ესე დეტალებში ჩავდივარ, მაგრამ თუ იქ საცხობში მცხობელი იყენებს ზეთს დაუშვათ მთელი დღის განმავლობაში ერთი და იგივე შესაძლოა ესეთი რაღაც მას შეუზღუდონ და მას დასჭირდეს დაუშვათ უფრო მეტი ზეთის გამოყენება თავისი პროდუქციის საწარმოებლად, რაც საკონდლის ფასს გაზრდის. ან რისკენ იმყავს ეს საუბარი, რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რომ გვირჩევნია 2 ლარა დაუშვათ, რაც არ ვიცით ისეთი ამ ხარისხი, რომ არ ვიცით ისეთი ხაჭაპური მივირთვა და პირობითად 2.5 გახდეს ხაჭაპურის ფასი, თუმცა ვიცოდეთ და გარანტირებულად გჯეროდეს, რომ ის ხარისხიანია და არ არის რაღაც ნარჩენი პროდუქტებისგან და მეორადი პროდუქტებისგან დამზადებული. იგივე მაგალითის გადმოყვანა შეიძლება ავტომობილებზეც. ერთი არის რომ შესაძლოა ბევრს ჭირდებოდეს ეს მანქანა შედარებით იაფასიანი, რათა რაღაც თავისთვის ხეირი ნახოს, თუმცა მეორე მხრივ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეთი ქმედებები ადრე თუ გვიან უნდა რაღაცნაირად შეიზღუდოს, იმიტომ რომ ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა, რომელიც წინ მიიწევს, ვალდებულია, სხვა გზა უბრალოდ არ აქვს, რომ ეს ნეგატიური უარყოფითი რაღაც სიტუაციები რაც არსებობს, უნდა შეიზღუდოს მაქსიმალურად და ჩვენ ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა რო ავიღოთ, ყველგან ცდილობენ პროგრესზე და ინოვაციებზე იყონ ორიენტირებული და თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ვიდრე დაუშვათ მიჯაჭვებას, აი რაღაცა იაფი რო იყო, ამიტომ მოდით ეს იაფი შევინარჩუნოთ რაც შეიძლება დიდხანს და შემდგომ ვცადოთ რაღაც ახალი. ასე პროგრესი არ გამოვა. ამიტომ თუნდაც იგივე მას ავტომობილო სივრცეშიც რაც არ უნდა ესე რთული წარმოსადგენი იყოს, აქაც ესეა და დროთა განმავლობაში ჩვენ ამას დავინახავთ. რაც შეეხება ბიზნესს და რამდენად დააზარალებს და არ დააზარალებს საავტომობილო რეგულაციები. აქვე შემოდის რეგულაცია მარჯვენა და მარცხენა საჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ძირითადად თბილისში რა თქმა უნდა მარცხენა საჭიანი ავტომობილები მოძრაობს, თუმცა მარჯვენა საჭიანებიც არსებობს და ის ძირითადად იაპონიიდან შემოდის და ძალიან ბევრი კომპანია დღეს სწორედ იაპონიაზე მუშაობს, რომ იქიდან ჩამოიყვანოს ავტომობილები. არა მხოლოდ იაპონიაში, სხვა ქვეყნებშიც არის, თუმცა საქართველოში გავრცელებულია იაპონური მანქანები მარჯვენა საჭიანი. შესაბამისად ის ბიზნესები იძულებული გახდებიან, რომ მიადღონ თავიანთი საქმიანობა ან შეცვალონ თავიანთი მიმართულება და უშუალოდ ევროპულ მანქანებზე ან ამერიკულ მანქანებზე გადავიდნენ და იქ ნახონ თავიანთი ადგილი. თუმცა იქ უკვე კონკურენცია ძალიან მაღალია და საკმაოდ გაუჭირდებათ მათ ამ საქმიანობის განხორციელება. ამიტომ ერთი მხრივ რაღაც პოზიტიური ნაბიჯი, რაც გულისხმობს ხარისხობრივად გაუმჯობესებას ხოლო რაოდენობრივად შემცირებას ავტომობილების ქვეყანაში. მეორე მხრივ შესაძლოა არაპირდაპირ გზები, თუნდაც იგივე აი ამ ბიზნესმენების ბიზნესის დახურვის გზით, სამუშაო ადგილების შემცირების გზით, აგრეთვე თუნდაც იგივე ტაქსისტებისთვის და სხვა არა მარტო მათთვის, არამედ სხვებისთვისაც შემოსავლების შეზღუდვის გზით არა ბიუჯეტმა, არამედ მთლიანად საზოგადოებამ წააგოს. თუმცა კიდევ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთლიან საზოგადოება უნდა შეჯერდეს იმაზე, თუ რამდენად უღირს მას მთლიანი ქვეყნის პროგრესი და ეს უნდა შეადაროს მან თავის პირად სარგებლოს. რა თქმა უნდა, რთული გადასაწყვეტია, ყოველთვის პირადი სარგებელი შეიძლება რაღაც უფრო მტკივნეული იყოს, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროგრესისთვის და წინსვლისთვის ვიღაცამ აუცილებლად უნდა დათმოს, რომ დანარჩენმა საზოგადოებამ მოიგოს.
კარგით, მადლობთ ბატონო ვახტანგ, ჩვენ მეორე ბლოკი ამით დავასრულოთ და მესამე ბლოკში კვლავ შევხვდებით. პროფესიონალები კომერსანტზე ირაკლი მაკალათიესთან ერთად. ჩვენ კვლავ ბრუნდებით ეთერში. მომდენო კითხვა ბატონო ვახტანგ თქვენ დავიწყოთ. დღევანდელი მდგომარეობა ასეთია, რომ მოძველებული ავტოპარკის დამსახურებაა ის, დამსახურება ბრჭყალებში, რომ მეორად ნაწილებზე მოთხოვნა არის მაღალი. აღნიშნული რეგულაციის შემდეგ, როცა მოთხოვნა წავა ძირითადად ახალი მანქანების შემოყვანაზე, ამ ბიზნესს დააზარალებს თუ არა და ზოგადად ამ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანების შემოსავლებზე რამდენად იმოქმედეს მსგავსი ღონისძიება. საკმაოდ საინტერესო შეკითხვაა, ჩემი აზრით თავდაპირველ ეტაპზე ეს ფაქტობრივად არავითარ გავლენას არ მოახდენს, იმიტომ რომ ამ კანონის მიღებით ერთბაშად ხო არ იგრძელება საქართველოში 9-10 და უფრო მეტი ასაკის მანქანების არსებობა, როგორც ესეთი იგრძელება, ახლები შემოყვანთ, თუმცა ძველები ჯერ კიდევ კარგი ხანი მოძრავებენ და რაც უფრო მეტხანს იმოძრავებენ, უფრო მეტად დაჭირდებათ ეს მეორადი ნაწილები. რაც შეეხება ნაწილებს უშუალოდ ესე ვთქვათ, ორიგინალი ნაწილები დავარქვათ, რომელიც ქარხნებიდან მოდის საქართველოში, მათზე ახალი რეგულაციები არ წესდება, შესაბამისად ისინი ძველი ტარიფებით ესე ვთქვათ განაგრძობენ ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა მეორად ნაწილებს თუ განვიხილავთ და ძალიან ხშირად საქართველოს ესე ვთქვათ მოსახლეები, ავტომობილების ფლობელები ძალიან ხშირად მიმართავენ მეორად ნაწილებს, ამ შემთხვევაში უკვე მე პირადადაც ძალიან ხშირად მინახავს, როდესაც ჩამოყავთ ძველი ავტომობილები, ძველ ავტომობილებს შლიან და შემდგომ იქიდან ყიდიან უკვე ამ ნაწილებს. შესაბამისად, ეს ძველი ავტომობილები შესაძლოა გაძვირდეს და აი ამ მეორად ბაზარზე შედარებით ფასების გაძვირებაც მოხდეს, იმიტომ რომ თუ ძველი მანქანა არ შემოიყვანა, რომელიც უნდა დაშალოს, შესაბამისად ვერც გაყიდი ხო ამ მეორად ნაწილს და შესაძლოა ოდნავ გაიზარდოს, მაგრამ ორიგინალ ნაწილებზე ფასები წესით არ უნდა შეიცვალოს, თუ რაიმე სხვა გარე ფაქტორმა არ მოახდინა გავლენა. შესაბამისად ეს შეიძლება ერთი მხრივ კარგიც იყოს, იმიტომ რომ უფრო ხარისხიანი საქონლის მიდრეკილებას გავზრდით საზოგადოებაში, თუმცა უარყოფითი ამ თვალსაზრისით, რომ მომხმარებელს უფრო მეტის გადახდა მოუწევს, თუმცა აქაც ისევ და ისევ ხარისხის ამბავია, გვირჩევნია მეორადი და უშუალოდ შედარებით იაფად, თუ ახალი, კარგი და ხარისხიანი შედარებით უფრო ძვირად. ეს რა თქმა უნდა მომხმარებლის გადასაწყვეტია, თუმცა როგორც გითხარით, ერთ შემთხვევაში ფასები ფაქტობრივად უცვლელი დარჩება, მეორე შემთხვევაში ჩემი აზრით ფასები ოდნავ გაიზრდება. და აქვე შემიძლია გითხრათ, რომ უშუალოდ ბიუჯეტისთვისაც შესაძლოა ეს დადებითი იყოს, იმიტომ რომ მეორად ნაწილების გაყიდვა, როდესაც ხორციელდება ფაქტობრივად ის აღურიცხავია და შესაბამისად ბიუჯეტში არაფერი ესე ვთქვათ არავითარი გადასახადები არ მიდის, თუმცა თუ გაიზრდება მოთხოვნა აი პირველად ორიგინალ ესე ვთქვათ ნაწილებზე, მაშინ ბიუჯეტში უფრო მეტი გადასახადი შევა. ეხლა ბატონო ირაკლი თუ დავამატოთ ამ საკითხს, იმიტომ რომ ეს მეორადი ნაწილების ბაზარი საკმაოდ ათვისებულია საქართველოში და რამდენად დააზარალებს თუ არა ეს რეგულაციები და მოცემული ღონისძიებები ამ ბაზარს. მე დავეთანხმებ ბატონო ვახტანგს, რომ როგორც მინიმუმ მოკლევადიან პერიოდში პრაქტიკულად არანაირი ზეგავლენა არ ექნება ბაზარზე და არც ფასზე ზოგადად რაღაცა კონკრეტული ნაწილებისთვის. ერთადერთი ახალ წლების განმავლობაში უკვე თუ გადავა ტენდენცია იმაზე, რომ ახალი ავტომობილები მეტი არის, შესაბამისად უფრო სხვა ფონი გვექნება, მაგრამ აქ უკვე სხვა ფენომენთანაც გვაქვს საუბარი, ის რომ თქვა გარკვეული ნაწილები არის, რომელიც შემოდის, მაგრამ გარკვეული ნაწილები, რომელიც ადგილზე იშლება ძველი ავტომობილებს, აქ სხვადასხვა კატეგორიებზე მიდის საუბარი. გარდა ამისა, მე არ მინდა რომ ეს თემა გამოგვჭეს, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია მინდა აღვნიშნო. ზოგადად ზეგავლენა ეკონომიკაზე ამ მოვლენის როგორი იქნება ხა? ავტომობილებს უბუქი ავტოტრანსპორტის განბაჟების ანუ აქციზის გაზრდა, თქვა გარკვეულ კატეგორიაზე ეს არ არის მარტო რაღაც ერთი გადასახადის გაზრდა. ეს ნიშნავს, რომ ამ კატეგორიის ავტომობილი გაძვირდება. ანუ ეს მოლოდინი უკვე არის საზოგადოებაში, ხო? მეორე მხრივ რას ნიშნავს? ავტომობილების გაძვირება, ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ტრანსპორტირება გიძვირდება. აზერტილიდან ბერძვერტილამდე ხომ ეგრეა? და ტრანსპორტი არის მთელი ეკონომიკის ერთ-ერთი უდიდესი შემადგენელი ნაწილი, ის ფაქტურად ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იმისთვის ღირებულებაში შედის. რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიო ეკონომიკისთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვისაც და ნებისმიერ სახელმწიფოსთვის ფასები ნავთობზე და გაზზე.
იმიტომ რომ ის გამოიყენება როგორც წარმოებაში, ისე ტრანსპორტირებაში, ხო, ვთქვათ, სხვადასხვა საქონლისა თუ მომსახურების. იგივესთან გვაქვს აქაც საქმე. თუ კი ავტოტრანსპორტი გაძვირდება ჯამში საქართველოში, რომ რაოდენობრივად ძველი მანქანები ჩვენთან მეტია ვიდრე ახალი ავტომობილები, ხო? ეგ იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა რაღაცებიც უფრო გაძვირდება. ვიღაცა ადამიანს, რომელსაც საქონელი ჩამოაქვს თავისი ცეხიდან, ვთქვათ, მაღაზიამდე, ან თავისი ბაღიდან ბაზრამდე ასე შემდეგ, ხო? იმას ხო უფრო ძვირი დაუჯდება ამ პროდუქტის მოწოდება. ზოგადად ეკონომიკისთვის ეს გამოიწვევს გარკვეულწილად შეიძლება უცბად არა, მაგრამ ჯამში ნელ-ნელა ფასების ზრდას, რაც არავის დიდად არ გაიზრდება დანახარჯი. კი, და ნუ ხო ჯამში სხვადასხვა კომპონენტები შეერთდება და ეგ უკვე თვალსასრუელი არ იქნება. და თუ შევხედავთ ახლა მიკროეკონომიკა ეკონომისტებმა ყველა ჩვენივრად ვიცით, გადასახადის ზრდა ბევრად დიდ ნეგატიურ დარტყმას აყენებს ჯამურად გარიგებების რაოდენობაზე, ვიდრე ბიუჯეტში შემოსავალი. რა ვთქვათ, ბიუჯეტში თუ გადასახადის, სხვადასხვა პროდუქტზე სხვადასხვანაირი არის, მაგრამ 10 ლარი თუ გაგეზარდა ბიუჯეტში გადასახადები, ეგ იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ შეწონილად ვიძახი, ვთქვათ რა, 30-40 ლარის გარიგებები შეგიმცირდა ბაზარზე. მოცულობა თუ მეტის არა. სხვადასხვა ელასტიურობის პროდუქტები არსებობს. ამიტომ კიდევ ერთხელ გამომეორებდი, კი, რა თქმა უნდა, კარგია, შემართება კარგია, რომ ახალი ავტომობილები ყავს რაღაც, მაგრამ ყოველთვის უნდა ერიდო ასეთი ღონისძიებების მხოლოდ გადასახადების მეშვეობით განხორციელებას. ანუ ისევ და ისევ აუცილებელი არის ხარისხის კონტროლი. და მოდით ესეც აღვნიშნოთ რა, საბაზრო ეკონომიკაზე კარგი მოდელი ჯერჯერობით არავის არ მოუგონია, რო ყოფილიყო ალბათ ის იქნებოდა, ხო, გამარჯვებული მოდელი. ის ძველი მანქანა რო არის, ხო, ვთქვათ, რაღაცა კარგი ავტომობილი ვითომ, ხო? ის რატომ ღირს იგივე ფასის, მაგალითად ავიღოთ და Toyota, რატო ღირს 10 წლის წინდელი Toyota, იგივე ფასის რაც 3 წლის წინდელი Lada, ან შეიძლება უფრო მეტი ზღირდეს, ხო? იმიტომ რომ სხვადასხვა ფაქტორები შედის, ის ტექნიკურადაც იმდენად კარგია, რომ ის მომხმარებელი ვარაუდობს, რომ ეს Lada კიდე 3 წელიწადი ვეღარ მატარებს, ან შეიძლება 4 წელიწადი ვერ მატარებს და ეს Toyota მატარებს კიდე 3 და 4 წელიწადი და უკეთესადაც მატარებს. ანუ ფასი ყველაფერს ძალიან კარგად განსაზღვრავს. ადამიანმა მომხმარებელმა ყველაზე კარგადიც რომელი სახელმწიფო უწყება უნდა აიღოს საქართველოში, ესეთი რომელიც ყველა ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებელს ზეპირად შეისწავლის და ყოველთვიურად ამას შეცვლის და დააკორექტირებს, რომ მან გამოუშვა ახალი ფილტრი, ამან გააუმჯობესა კიდე წვის დინამიკა და ამას მუხრუჭები აქვს შეგავდა და ამით შევცვალოთ ახლა ფასები და შევამციროთ აქციზი ან გავზარდოთ ამ კონკრეტულ მოდელს. ეგ ხო ძალიან რთულია, ამიტომ თვითონ მომხმარებელი თვითონ მიდის ნახულობს ამა თუ იმ ავტომობილის მარკას და თვითონ აფასებს საკუთარი თავით უღირს თუ არა მას პირობითად გადაიხადოს 5000 ამა თუ იმ ავტომობილში, ამა თუ იმ წლოვანების ავტომობილში. და ეს უკვე ბაზარი იმდენად კარგად რეგულირდება ბაზრის მიერ ეს პროცესები, რომ საუკეთესო ინსტრუმენტი ყოველთვის ფასია. დაგეთანხმებით, რა თქმა უნდა, საბაზრო ეკონომიკის მთავარი ეფექტი, ეკონომიკური ეფექტი არის ის, რომ თავად ბაზარი განსაზღვრავს ფასებს და არა სხვა რეგულაციები და სხვა ჩარევები. ბოლო შეკითხვით ბატონო ვახტანგ, რომ შევაფასოთ, რამდენად გამჭვირვალედ ხდება ამ კანონპროექტის მიღება და რამდენად სწორედ უნდა იყვნენ ინფორმირებულნი როგორც ქვეყნის მოსახლეობა, ასევე ბიზნესმენები, რომ ამ გადაწყვეტილებამ არ დააზარალოს არც ავტომანქით მოვაჭრები და არც ზოგადად მოცემული ბიზნესი. და აგრეთვე მომხმარებლებიც ალბათ. რა თქმა უნდა, მომხმარებლებიც. საკმაოდ კომპლექსური საკითხია და ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ეს სრულყოფილად გამჭვირვალედ რომ ყველა მონაწილის დაინტერესება იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული, ასეთ ნაბიჯებს ადგილი არ ქონია. საუბარი იყო ცალსახად იმაზე, რომ საცობები უნდა შემცირდეს და მანქანების ავტოპარკი უნდა განახლდეს. ამაზე იყო საუბარი, თუმცა აგერ ჩვენ დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ვისაუბრეთ და იმდენი ხარვეზი აღმოვაჩინეთ. აი ამ ორი კომპონენტი, მარტო აი ამ ორი კომპონენტის ხარჯზე და უშუალოდ რაღაცა პროგრესის მიღწევაში, რომ შესაძლოა ჩვენს მიერ დასმული არგუმენტები უფრო წონიანიც კი იყოს და დაუშვათ მთლიანად ხას უსვამდეთ
ზემოთ ჩამოთვლილ ესე ვთქვათ ორ ფაქტორს და უამრავი სხვა ფაქტორი არის გასათვალისწინებელი, თუნდაც იგივე არ არის ესე ვთქვათ ცალსახად ნათელი რომ საბიუჯეტო შემოსავლები გაიზრდება, თუნდაც იგივე რომ წლოვანების შემცირებით, ანუ ახალი ავტომობილების შემოყვანით ხარისხი რომ გაიზრდება, ამაზეც არ არის ცალსახა პასუხი, თუნდაც იგივე რომ სოციალურად შეჭურებული მოსახლეობის ნაწილს, რომელსაც არ აქვს ფულიში იმისთვის, რომ შეიძინოს უფრო ახალი ავტომობილები, უფრო ძვირადღირებული ავტომობილები, იმათ რას უშვებით, ამაზეც არ არის ჩამოყალიბებული პასუხი, ასე რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს როგორც ესეთი, თუმცა ასე თუ ისე პირველი ნაბიჯი პროგრესისკენ დაწყებულია და თუნდაც ამ ნაბიჯებით დაწყება, ანუ ავტომობილების წლოვანების შემცირება და საცობების შემსუბუქების თვალსაზრისით უკვე ერთ-ერთი რაღაც სწორი მართლობი დაწყებული ნაბიჯია ჩემი აზრით და თუ დავამატებთ აი ამ ყველაფერს, რაზეც უკვე საუბრობდით, ეტაპობრივად მაინც ჩემი აზრით სწორ შედეგებამდე გავალთ. კარგით, მადლობთ მობრძანებისთვის. მადლობა. გადაცემა პროფესიონალები დღეს ამიცროლდება, ხვალ ამ პროექტის მორგი გადაცემა გალოდება სხვა წამყვანთან და სხვა სტუმრებთან ერთად. მე მომდენო გადაცემამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. ბიზნეს სამყაროს პროფესიონალები ჟურნალისტის როლში. საინტერესო თემებით და სტუმრებით მხოლოდ კომერსანტზე. ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 16 საათსა და 10 წუთზე. გადაცემა პროფესიონალები კომერსანტზე. FM 95 და 5.